დღეს ჩვენ ერთად ჩაუღრმავდებით ერთი ახალი და საკმაოდ საშიში პარაზიტის, ტროპილელაფსის ტკიპის თემას. ეს მავნებელი უკვე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფუტკრის ოჯახებს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. მოდით თავიდანვე წარმოვიდგინოთ იდეალური სურათი. ჯანმრთელი, ძლიერი ფუტკრის ოჯახი, რომლის ცენტრი გული და სული, რა თქმა უნდა, დედა ფუტკარია. სწორედ ის არის გარანტი იმისა, რომ ოჯახი გაიზრდება, განვითარდება და პროდუქტიული იქნება. მაგრამ აი ამ იდეალურ სურათს ერთი ძალიან საშიში მტერი ემუქრება. ეს არის ტროპილელაფსის ტკიპი, ინვაზიური პარაზიტი, რომელიც პირდაპირ ფუტკრის მომავალ თაობას მის ბარტყს ესხმის თავს. ის ამით ფაქტობრივად ძირს უთხრის მთელი კოლონიის არსებობას. კარგი, დროა უფრო ახლოს გავიცნოთ ეს ჩვენი მტერი. ვინ არის, საიდან მოდის და რაც მთავარია, რატომ არის ასეთი საშიში ფუტკრებისთვის? ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ტროპილელაფსი არის პარაზიტი, რომელიც მთლიანად ფუტკრის ბარტყზეა დამოკიდებული. ის აღწევს დახურულ უჯრედებში, სადაც ფუტკრის ჭუპრები ვითარდება და მათი ჰემოლიმფით, ანუ ფუტკრის სისხლით იკვებება. ამით ის ფაქტობრივად ართმევს მას ჯამრთველი განვითარების შანსს. დააკვირდით აი ამ შედარებას. მარჯვნივ ხედავთ ვაროას ტკიპას, რომელსაც ყველა მეფუტკრისთვის სამწუხაროდ კარგად არის ნაცნობი. მარცხნივ კი ტროპილელაფსია. ხედავთ, რა პატარაა, ის დაახლოებით 3-ჯერ პატარაა ვაროაზე, რაც მის შემჩნევას და დროულად აღმოჩენას ძალიან ართულებს. და აი აქ ვხედავთ ყველაზე დიდ განსხვავებას მათ ბიოლოგიაში. ტროპილელაფსი ბევრად სწრაფად მრავლდება, ვიდრე ვაროა. თუმცა მას ერთი დიდი სისუსტე აქვს. ზრდასრულ ფუტკარზე დიდხანს სიცოცხლე არ შეუძლია, რადგან მისი პირის აპარატი იმდენად სუსტია, რომ ზრდასრული ფუტკრის მყარ საფარველს ვერ ხვრეთს. და შედეგები? შედეგები სამწუხაროდ კატასტროფულია. ამ ტკიპით დაზიანებული ფუტკრები იბადებიან საშინელი დეფორმაციებით, დაპატარავებული დაზიანებული ფრთებით, განუვითარებელი სხეულით. ამასთან ერთად ტკიპას გადააქვს ვირუსებიც, რაც საბოლოოდ იწვევს ოჯახის სრულ დასუსტებასა და კოლაფსს. მაგრამ იცით, როგორც ყველა მტერს, ამ ტკიპასაც აქვს თავისი სუსტი წერტილი, თავისი აქილევსის ქუსლი. მოდით ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ეს სისუსტე მის წინააღმდეგ გამოვიყენოთ. აი, ეს სქემა ძალიან ნათლად გვიჩვენებს ყველაფერს. ტროპილელაფსის მთელი სასიცოცხლო ციკლი, მისი კვებაც და გამრავლებაც 100%-ით მიბმულია ფუტკრის დახურულ ბარტყზე. მისთვის ბარტყი არის ყველაფერი, საკვებიც და გამრავლების ადგილიც. და აი ეს არის მთავარი გასაღები. ბარტყზე წვდომის გარეშე მისი სიცოცხლე ძალიან ხანმოკლეა. კვლევებით დასტურდება, რომ ის დაახლოებით 3-დან 9 დღემდე თუ ძლებს, ანუ ფაქტია მისი გადარჩენის ფანჯარა საკმაოდ მცირეა. ეს კი თავისთავად გვაფიქრებინებს, აბა რა მოხდება თუ ჩვენ კიპას წავართმევთ ამ ერთადერთ საკვებსა და გამრავლების წყაროს? რა მოხდება თუ სკაში ბარტყი საერთოდ აღარ იქნება? და სწორად ამ კითხვაზე პასუხია ის სტრატეგია, რაზეც ახლა ვისაუბრებთ. ამას ქვია ზოოტექნიკური, ანუ კულტურული მეთოდი უბარტყო პერიოდის შექმნა. რას ნიშნავს ეს? ეს არის, როცა მეფუტკრე თავად ხელოვნურად ქმნის პერიოდს, როცა სკაში ბარტყი საერთოდ არ არის. ამის გაკეთება რამდენიმენაირად შეიძლება, მაგალითად დედა ფუტკრის დროებითი იზოლაციით, ან კიდევ უფრო რადიკალურად სკიდან ყველა ბარტყიანი ჩარჩოს ამოღებით. მოდით, ნაბიჯ მივყვეთ, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. პირველი, დედას ვაიზოლირებთ, ის ვეღარდებს კვერცხს. მეორე, კვერცხი თუ არ არის, აღარც ახალი ბარტყი ვითარდება, ანუ ტკიპას ახალი სამიზნე აღარ ხავს. და მესამე, საკვებისა და გამრავლების ადგილის გარეშე დარჩენილი ტკიპების პოპულაცია უბრალოდ კოლაფსს განიცდის და მასობრივად იხოცება. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეფექტი. წარმოიდგინეთ, ამ ზოოტექნიკურ მეთოდს ვუმატებთ ხიმიურ დამუშავებას. ასე ვიღებთ ორმაგ დარტყმას. ეს არის სწორედ მავნებლებთან ბრძოლის ინტეგრირებული მიდგომა, ანუ IPM. და რატომ მაინც და მაინც ჭიანჭველა მჟავა? იმიტომ რომ მას აქვს ერთი უნიკალური თვისება. მისი ორთქლი აღწევს დახურული ბარტყის ქვეშაც კი და ანადგურებს იმ ტკიპებს, რომლებიც სწორედ იქ უსაფრთხოდ იმალებიან და მრავლდებიან. აი ეს ცხრილი კი პრაქტიკოსი მეფუტკრეებისთვის ნამდვილი გზამკვლევია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მჟავის კონცენტრაცია სწორად შევარჩიოთ გარემოს ტემპერატურის მიხედვით. რატომ? იმიტომ რომ რაც უფრო ცხელა, მჟავა მით უფრო ინტენსიურად ორთქლდება. ამიტომ მაღალ ტემპერატურაზე ვიყენებთ უფრო დაბალი კონცენტრაციას ხსნარს, რომ ფუტკრები არ დავაზიანოთ.
და აი შედეგებიც. უბრალოდ შეხედეთ ამ გრაფიკს. ციფრები თავად საუბრობენ. იქ, სადაც ეს კომბინირებული მეთოდი გამოიყენეს, 60 დღეში ტკიპა ფაქტობრივად განულდა. შეადარეთ ახლა ეს დაუმუშავებელ ოჯახებს, სადაც ტკიპების რაოდენობა 15%-მდე გაიზარდა. განსხვავება აშკარაა. კარგი, ჩვენ ნახეთ როგორ ვებრძოლოთ ტკიპას ერთ სკაში, მაგრამ მოდით ახლა უფრო გლობალურად შევხედოთ პრობლემას, რადგან ეს საკითხი უკვე დიდი ხანია გასცდა ერთი ქვეყნის ფარგლებს. ეს რუკა ნათლად გვიჩვენებს, რომ საფრთხე უკვე აღარ არის სადღაც შორს აზიაში. ტკიპამ, კონკრეტულად კი ტროპილელაპს მერცედესაემ, გადმოკვეთა საზღვრები და დიახ, ის უკვე ჩვენთანაც არის. საქართველოშიც დაფიქსირდა, რაც ჩვენგან განსაკუთრებულ ყურადღებასა და სიფხიზლეს მოითხოვს. და რატომაა ეს ასეთი დიდი ამბავი? საქმე მხოლოდ თაფლს არ ეხება. საქმე ეხება მილიარდებს. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფუტკრების დამტვერვაზე დამოკიდებული სოფლის მეურნეობა წელიწადში 15 მილიარდ დოლარად ფასდება. წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის ეკონომიკურ დარტყმაზეა საუბარი გლობალურად. სწორედ ამიტომ ამბობენ ექსპერტები, რომ პრევენცია და მზადყოფნა არის ჩვენი მთავარი იარაღი ამ პარაზიტის წინააღმდეგ, განსაკუთრებით იმ რეგიონებისთვის, სადაც ის ჯერ კიდევ არ არის მასობრივად გავრცელებული. და ბოლოს, მინდა რომ დაუფიქრდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე. სამყარო იცვლება, კლიმატი იცვლება, ახალი საფრთხეები ჩნდება და ეს ტკიპაც სულ უფრო ვრცელდება. მთავარი კითხვა კი ეს არის: ჩვენი მეფუტკრეობა მზად ვართ ამ ცვლილებებისთვის? მზად ვართ მოვახდინოთ ჩვენი პრაქტიკის ადაპტაცია ამ ახალ გამოწვევებთან?